9 საათზე ნათი ალაზაშვილთან ერთად საღამომშვიდობის რამდენიმე წუთში თქვენ ნახავთ. ეს დილით გამთენიისას გატარებული ღონისძიებების შედეგად დაკავებული იქნენ ბაჩანა ახალაია, სურაბ შამათავა და გიორგი კალანდაძე. თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების ჩვენება და ფიზიკურ ანგარიშწორებაში დადანაშაულებული ექს-მინისტრი. როგორ აპირებენ თავის დაცვას თავდაცვის ყოფილი ჩინოსნები. მინისტრმა ბაჩანა ახალაია მითხრა, რომ ჩვენ თითქოს მთვრალებს უნდა მოგვეწყო ბუნტი მე-4 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე. მე მისი ნათქვამი ვიუარე, ამის შემდეგ ჩემთან მოვიდა გიორგი კალანდაძე და დამიწყო ცემა სახის და თავის არეში ხელით. რატომ დაბრუნდა საქართველოში ბაჩო ახალაია და ვისგან გრძნობს საფრთხეს ყოფილი მაღალჩინოსანი? ბაჩო ახალაია საქართველოს საზღვრებს გარეთ დარჩენის არანაირი შანსი არ ყოფნა, რადგან ჩვენ ჩეჩნურ სისხლს არავის ვარჩევ. ურჩევნია ქართულმა მართლმსაჯულებამ გაასამართლოს, ვიდრე უცხო მხარეში გამოეთხოვოს სიცოცხლეს. ჩეჩნების შურისძიების გეგმა და უმარ იდიგოვის ინტერვიუ მეცხრე არხს. მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია მუდმივად ჰქონდა. მაშინაც ფიქრობდნენ მის ლიკვიდაციას. იმ ფორმით და იმ შინაარსით, როგორც ეს მოხდა წუხელის, ამ ორი ადამიანის დაპატიმრება აჩენს ბევრად უფრო მეტ კითხვის ნიშანს, ვიდრე პასუხს. კანონმდებელთა დებატები დასრულებულია. უმცირესობის პროტესტი და ოპოზიციონერი კოლეგებისთვის შეხსენებული დაჭერების ნაციონალური გეგმა. ქალებს ღამის პერანში ჩაცმულებს აჩვენებდით კადრებში, როგორ უჭერდნენ ქვალებს და როგორ მოათმევდნენ სახლებიდან და მერე აღმოჩნდებოდა, რომ ზოგი თურმე უდანაშაულო იყო, ზოგი კი ცოტა კაცი თანამდებობაზე იყო. თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ორი სამხედრო მაღალჩინოსანი ბაჩო ახალაიას გარდა წუხელ პატიმრობაში აიყვანეს გაერთიანებული შტაბის უფროსი გენერალი გიორგი კალანდაძე და მე-4 ქვეითი ბრიგადის ყოფილი მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი ზურაბ შამათავა. სამივეზე საქმე უფლებამოსილების გადამეტების მუხლითაა აღძრული. საქმეში ამ დროისთვის დღეს 5 მოწმის ჩვენება, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების მიერ სამხედროების ცემისა და შეურაცხყოფის ფაქტები. საუბარი ასევე სამხედრო ნაწილში ბუნტის ინსცენირებაზე. ჯერჯერობით პროკურატურა სხვა მტკიცებულებებზე არსაუბრობს ბრალის წაყენებისა და ხვალ ღამით ამოიწურება. ბაჩო ახალაია მივიდა ბუსთან, დადგა მასთან და მიმართა იქ შეკრებილ ოფიცრებს. გახედეთ ეს რას გავს, მიამისიო და შეაგინა ბუს დედის მისამართით. შემდგომ ყველას დასანახად სახეში ჩაარტყა რაღაც წვრილი საგანი, რომელიც ხელში ეჭირა. ამის შემდეგ ჩვენთან მოვიდა მინისტრი და ფორმის ტანსაცმლიდან აგვახია წოდებისა და ბრიგადის აღნიშნული სამხრეები. თქვენ ამის ღირსი არ ხართო. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, გაერთიანებული შტაბის უფროსი გიორგი კალანდაძე და მე-4 ქვეითი ბრიგადის ყოფილი მეთაური ზურაბ შამათავა. თავდაცვის სამინისტროს სწორედ ამ მაღალჩინოსნების გვარებია მითითებული მოწმეთა ჩვენებებში, რომლებიც საქართველოს პროკურატურამ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა. მინისტრმა ბაჩანა ახალაია მითხრა, რომ ჩვენ თითქოს მთვრალებს უნდა მოგვეწყო ბუნტი მე-4 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე. მე მისი ნათქვამი ვიუარე, ამის შემდეგ ჩემთან მოვიდა გიორგი კალანდაძე და დამიწყო ცემა სახის და თავის არეში ხელით. სწორედ 5 მოწმის ჩვენება გახდა პროკურატურასთვის ბაჩო ახალაიას, გიორგი კალანდაძისა და ზურაბ შამათავას დაკავების მიზეზი. მათ ჯერ ბრალი არ წარდგენიათ, მათ ბრალი წარედინებად კანონით გათვალისწინებულ ვადაში. სამივე დაკავებულ სისხლის სამართლის კოდექსის 333 მუხლის მესამე ნაწილით სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება ედება ბრალად. მინიშნება იმაზე, რომ მართლაც ასეთი რამ მოხდა და უკაცრავად ვინმე მონაწილეობდა ესეთ რამეში, რასაც აბრალებენ, არა. ბაჩო ახალაია პროკურატურაში გუშინ საღამოს 9 საათისთვის დაიბარეს. 4 საათიანი დაკითხვის შემდეგ კი დააკავეს. გიორგი კალანდაძისა და შამათავას დაკავება მათსავე კაბინეტებში გამთენიისას მოხდა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დაკავებული იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი გენერალი გიორგი კალანდაძე. სისხლის სამართლის კოდექსის 333 მუხლის მესამე ნაწილი 3-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჯერჯერობით ბრალი არც ერთი დაკავებულისთვის არ წაუყენებიათ. ამისათვის პროკურატურას ვადა ხვალ გვიანობამდე აქვს. თავისთავად ცხადია, რომ ჩვენს რეპორტაჟში ამ მოწმეთა ჩვენებებიდან ბევრი ფაქტი ვერ მოხდა დროის სიმცირის გამო. აქ ჩვენებებში საკმაოდ ბევრ ფაქტზეა საუბარი ჯარისკაცების მიმართ უდიერად მოპყრობის ცემისა და რაღაც დამამცირებელი
მოქცევის ფაქტებზე. რაც შეეხება ბრალის წაყენებას, ამ დროისათვის არც ერთი დაპატიმრებულისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. ჩვენ რამდენიმე წუთის წინ ვესაუბრეთ ადვოკატს და მან განაცხადა, რომ ბრალის წაყენება სავარაუდოდ ხვალ მოხდება. თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პროკურატურას ბრალის წაყენებისთვის ვადა ხვალ საღამოს ეწურება 48 საათიანი ვადა სწორედ გვიან ღამით ამოიწურება. რაც შეეხება ადვოკატებს და ბაჩანა ახალაიას ერთ-ერთი ადვოკატი დღეს მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ იმით მოექცა, რომ იგი ქართული ოცნების წევრი აღმოჩნდა, მისივე განცხადებით ის არის ქართული ოცნების წევრი და ის ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს და ამბობს, რომ პარტიაში ყოფნა და პარტიის წევრობა მას არანაირად ხელს არ უშლის ბაჩანა ახალაიას ადვოკატობაში. მადლობა გიორგი მანჯავიძე საუბრობდა სამხედრო მაღალჩინოსნების დაპატიმრების დეტალებზე. გამოჩნდება თუ არა ახალი მტკიცებულებები ბაჩუ ახალაიას წინააღმდეგ. ბოლო 7 წლის მანძილზე მას ბრალს არაერთ დანაშაულში სდებდნენ. ახალაიას წინააღმდეგ ბრალდებები ისმოდა ყველა იმ უწყებაში, სადაც ის მივიდა. ციხის ბუნტის ორგანიზება, რომლის დროსაც 7 პატიმარი დაიღუპა, მჯარდებულთა წამება და არაადამიანური მოპყრობა. ცემასა და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე საუბრობენ ჯარისკაცებიც, ეს უკვე ბაჩუ ახალაიას კარიერის თავდაცვის მინისტრობის პერიოდი. ამის გარდა საუბარია ათეულობით მილიონების გაფლანგვაზე, ლაფანყურის სპეცოპერაციასა და უკანონო სამხედრო დაჯგუფებების შექმნაზე. სასჯელ აღსრულება თავდაცვა და შინაგან საქმეთა სამინისტრო. ახალაიას დატოვებული კვალი საქართველოს უახლეს ისტორიაში. 26 წლის ბიჭი ამას ვერ გაკაჩავს. იმიტომ რომ მანამდე ვერავინ ვერ გაკაჩა. მე ვიყავ იუსტიციის მინისტრი, მე ძალიან კარგად ვიცი, რას უბედური სფერო იყო სასჯელ აღსრულება. გაკაჩა და ძალიან კარგადაც გაკაჩა. ექს-მინისტრი ბაჩუ ახალაია ბოლო 7 წლის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში წამყვან თანამდებობებს იკავებდა. კარიერა 2004-2005 წლებში თავისუფლების ინსტიტუტიდან დაიწყო. 2005-2008 წლებში სასჯელ აღსრულების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. 2009-2012 წლებში თავდაცვის მინისტრი იყო. კარიერა შინაგან საქმეთა სამინისტროში დაასრულა, საიდანაც ციხის სკანდალური კადრების გავრცელებისა და მოსახლეობის მოთხოვნის შედეგად გადადგა. სასჯელ აღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობისას ბაჩუ ახალაიას 2006 წლის ციხის ბუნტის ორგანიზებაში სდებენ ბრალს, რომლის დროსაც 7 ადამიანი გარდაიცვალა. პატიმარ ოთარ ვიბლიანი ძმა ზურაბ ვიბლიანი იხსენებს, რომ მისი ძმა სწორედ ციხის ბუნტის დროს იხდიდა სასჯელს. ზურაბ ვიბლიანი აცხადებს, რომ ბაჩუ ახალაია მის ძმას სცემდა, რის შედეგადაც დაინვალიდდა. ბაჩუ ახალაია აუცილებლად უნდა გასამართლდეს. აუცილებლად უნდა გასამართლდეს თავიანთი მიღებული შეკრებითობის კანონით და მე გარანტიას გაძლევს, მას მუდმივი პატიმრობა ელოდება. ციხის ბუნტის გარდა ბაჩუ ახალაიას თადარიგის ოფიცრის 57 წლის სერგო თეთრაძის სიკვდილში სდებენ ბრალს. ბაჩუ ახალაია დამკვეთი შემსრულებლები ალექსანდრე მუხაძე და ოლეგ ფაცაცია აბსოლუტურად ყველას სისხლის სამართლივ დასჯას მოვითხოვ. ბაჩუ ახალაიას სახელს უკავშირებენ ასევე ლაფანყურის სპეცოპერაციასაც, რომლის დროსაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. ბანკისის ხეობის მოსახლეობა ამ საქმის გამოძიებასაც მოითხოვს. თავდაცვის ახალი მინისტრი ირაკლი ალასანია კი წინამორბედს 113 მილიონის გაფლანგვაში ადანაშაულებს. ბაჩუ ახალაიამ ზემოთ ჩამოთვლილ ბრალდებებს დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე მეცხრე-აღთან უპასუხა. ნებისმიერთან დაკავშირებით მზათავარ კომპეტენტურ ადამიანებს, კომპეტენტურ ორგანოებს გავსი ამ უმწურავი პასუხები. ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს ჯერჯერობით ზემოთ ჩამოთვლილ არცერთ ბრალდებაზე გამოძიებისთვის პასუხის გაცემა არ უწევს. ბაჩუ ახალაიას პროკურატურა მხოლოდ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ედავება. რატომ დაბრუნდა საქართველოში ბაჩუ ახალაია? მეცხრე არხის ექსკლუზივი ჩეჩნური დიასპორა ამტკიცებს, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრი ამ დრომდე ჩრდილო კავკასიური წესით გასამართლების ნომერ 1 კანდიდატად რჩება. სწორედ ესაა ბაჩუ ახალაიას საქართველოში მოულოდნელი დაბრუნების რეალური მიზეზი. თუ ახალაიას ბრალდებებში არ მოხდება ლაფანყურის სპეცოპერაციის ეპიზოდი, სისხლის აღებისა და ჩეჩნების მხრიდან შურისძიების პირობა ძალაში დარჩება. როგორც აღმოჩნდა, ჩეჩნურ სიაში სხვა ყოფილი ქართველი მაღალჩინოსნებიც არიან. მეცხრე არხს ამ ყველაფრის შესახებ დღეს ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტის ჯოხარ დუდაევის ძმისშვილი ესაუბრა. ბრალის წარდგენამდე ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ჩეჩნების სამიზნედ რჩება. დიასპორა, რომელიც ლოპოტაში დახოცილი თანამემამულეების სისხლს ამ დრომდე ახალაიას ედავება მის სასამართლოს ელის. ბაჩუ ახალაია საქართველოს საზღვრებს გარეთ დარჩენის არანაირი შანსი არ ჰქონდა, რადგან ჩვენ ჩეჩნურ სისხლს არავის ვარჩენთ. ჩეჩნეთის დიდ ტრაგედიაში მისი ხელი ურევია. ურჩევნია ქართულმა მართლმსაჯულებამ გაასამართლოს, ვიდრე უცხო მხარეში გამოეთხოვოს სიცოცხლეს. ექს-პრეზიდენტ ჯოხარ დუდაევის ძმისშვილი ამტკიცებს, რომ სათვისტომოს ახალაიას წინააღმდეგ ლოპოტასთან დაკავშირებული ყველა
ხილი აქვს. თქვენ გონიათ რომ სპეცოპერაციას გადარჩენილი ხალხისგან საჭიროებთ ცნობებს? სულაც არა. ყველაფერი ნათელია, ის ხალხი დაღესტნიდან არ გადმოსულა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქ მოამზადა და აქვე ჩახოცა. ახალაია სხვა სიკვდილს იმსახურებს. მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია მუდმივად ჰქონდა. უშინაც ფიქრობდნენ მის ლიკვიდაციას. შურისგების განწყობით ყოფილი მაღალჩინოსნის ვერდიქტს ელოდება პანკისის ხეობის მოსახლეობა. არეული როგორ არ იქნებოდა, როცა მინისტრი იყო. მთავრობის მინისტრი. მე მინდა პირველი ბრალდება წაუყენონ სწორედ ამ ლაფანყურის სპეცოპერაციისათვის და პირველი გამოძიებაც სწორედ დაიწყოს ლაფანყურის სპეცოპერაციით. ბრალდების საპირისპიროდ პანკისის სპეცოპერაციაში ახალაიას უდანაშაულობაზე მიანიშნებენ მისი თანამოაზრეები. საპარლამენტო უმცირესობა ჩეჩნური შურისძიების თემას ექს-მინისტრის წინააღმდეგ პოლიტიკური კამპანიის ნაწილად მიიჩნევს. შეეცებიან რომ ლაფანყურის თემა მიაბონ ბაჩო ახალაიას რაღაც სხვა თემები მიაბან, მოიგონონ რაღაცა. ეს ყველაფერი არის ეს ხომ მესმის რაზეც საუბრობთ, მესმის რომ წყაროთ შეიძლება თქვენ სხვა დაგისახელოთ, მაგრამ თქვენი ტელევიზიის მიზანი რაც იქნება მომდევნო დღეების განმავლობაში, ამას დავაკვირდებთ ყველა ერთად, ხო? თქვენი მიზანი არის ძალიან მარტივი, რომ კვლავ გააგრძელოთ დემონიზაცია ბაჩო ახალაიას პერსონის მიმართ. მადლობა თქვით, რომ ეს ახალგაზრდა ცოცხალი დაგიბრუნდათ და ცივილიზებულ სამართლიან ციხეში იჯდება, დაცული იქნება მისი უფლებები. ბაჩო ახალაიას დაკავების მიუხედავად კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაცია ჩეჩნური ანგარიშტორების საფრთხეს სხვა ყოფილ ჩინოვნიკებზეც ხედავს. იმ პირებზე, ვისაც ჩრდილო კავკასიური დაჯგუფების მტკიცებით ლოპოტის სპეცოპერაციაში გადამწყვეტი როლი ჰქონდა. ვინ არის გიგი კალანდაძე, გენერალი, რომელიც პირდაპირ გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის პოსტზე დააპატიმრეს. 22 წლის ბრიგადის გენერალმა ჯილდოები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომშიც მიიღო. სწორედ გიორგი კალანდაძე მეთაურობდა აგვისტოს ომში მეოთხე ბრიგადას, რომელმაც ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადა, თუმცა თვითმხილველთა თქმით, ეს არ მომხდარა ბრძოლაში. მეთაურის ბრძანებით დასასვენებლად გაშლილი ბრიგადა საჰაერო დაბომბვის შედეგად განადგურდა. კალანდაძის სამხედრო განათლება კადეტთა კორპუსიდან და გაერთიანებული სამხედრო აკადემიიდან იწყება. 2005 წელს ის რეინჯერების 20 მეთაურის მომზადების კურსს გადის შეერთებულ შტატებში. შეერთებულ შტატებში ის 2009 წელსაც იყო ამჯერად სამეთაურო საშტაბო კოლეჯში. სწავლობდა ესტონეთში და ასევე გერმანიაში. სხვადასხვა დროს გიორგი კალანდაძე იყო 20-ეულის მეთაური, ბატალიონის 100-ეულის მეთაური, მეოთხე ქვეითი ბრიგადის მეთაური. 2009 წელს ის ინიშნება საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდლის მოადგილედ. 2010-ში კი უკვე სახმელეთო ჯარების სარდლის პოსტს იკავებს. მისი ბოლო პოსტი დაპატიმრებამდე გაერთიანებული შტაბის უფროსის თანამდებობა იყო. რომ თავდაცვის სამინისტროს აქვს. გაერთიანებული შტაბიდან გენერალი ვახტანგ კაპანაძე პირველი იყო, ვინც თავდაცვის მინისტრთან ერთად დღეს მუხროვანის სამხედრო ნაწილში შევიდა. გიგი კალანდაძის დაკავების შემდეგ გაერთიანებული შტაბის უფროსის მოვალეობას გენერალი კაპანაძე ასრულებს. სამხედრო პატაკით სწორედ კაპანაძეს ჩაბარდა. პირველი ნაწილი, სადაც ალასანია მივიდა, სკანდალურად ცნობილი მუხროვანი იყო, სადაც სპეციალური დანიშნულების ძალების ქვედანაყოფებია განთავსებული. მუხროვანის სამხედრო ნაწილი დღეს კიდევ ერთხელ მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში. ამჯერად ქვედანაყოფში თავდაცვის მინისტრი ინსპექტირების მიზნით მივიდა. ალასანია ჯარისკაცებს გაესაუბრა და ოფიცრებისგან ნაწილის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. თავდაცვის სამინისტროს ახალ ხედვაში განსაკუთრებული იქნება ის, რომ კონცენტრაციას გავაკეთებთ ჩვენ ყურადღების და ძალების და რესურსების სწორედ სპეციალური ოპერაციების ძალების განვითარებაზე. ეს იქნება ერთ-ერთი ის მიმართულება, რომელიც ჩვენი ახალი ხედვით იქნება პრიორიტეტული. დღესვე ალასანია მუხროვანში სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური მაიორი დიმიტრი კიკნაძე წარადგინა, რომელიც 2006-2008 წლებში სპეცოპერაციების დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. მას სავალდებულო სამხედრო სამსახური უშიშროების სამინისტროს სადესანტო მოიერში ბრიგადაში აქვს გავლილი. არის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე. ჩვენი პირველი მისია იქნება ის, რომ სპეციალური ოპერაციების ძალები საქართველოს შეიარაღებულ ძალებში იყოს სრულად ინტეგრირებული და არა მარტო შეიარაღებულ ძალებში. ჩვენი მისია იქნება ის, რომ ეს ძალები გადაიქცეს და იყოს მსოფლიო დონის, მსოფლიო მასშტაბის ერთ-ერთ საჩვენებელ სამაგალითო ძალებად. თავდაცვის მინისტრთან ერთად მუხროვანში გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილე ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე იმყოფებოდა, რომელიც ამჟამად შტაბის უფროსის მოვალეობას ასრულებს. ეს არის უბრალოდ გაცნობა, რომელიც არის ინსპექტირების შემადგენელი ნაწილი, თუმცა ვიწყებთ შემოვლას, ავირჩიეთ ეს დანაყოფი ვინაიდან წარმოადგენს ელიტურ დანაყოფს, შესაბამისად დავიწყოთ გავაგრძელებთ შემდეგ პირველ რიგში გაცნობას, შემდეგ ინსპექტირებას.
დღესვე გაერთიანებული შტაბის უფროსის გიგი კალანდაძის დაკავების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ განცხადებები გადადგომის შესახებ მოადგილეებმაც დაწერეს. წინასწარი ცნობებით პოსტებს დატოვებენ პოლკოვნიკი ივერი სუბელიანი და პოლკოვნიკი არსენ წუხიშვილი. რაც შეეხება პოლკოვნიკ ლაშა ბერიძესა და პოლკოვნიკ მერაბ კიკაბიძეს, ისინი თანამდებობებს შეინარჩუნებენ. კალანდაძისა და ახალაიას დაპატიმრებას დღეს საქართველოს პრეზიდენტის გამოეხმაურა. შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსნების დაკავება არ შეესაბამებოდა არც ოფიცრის და არც შეიარაღებული ძალების პატივისცემას. ეს მიმართვა მიხეილ სააკაშვილმა დღის ბოლოს გაავრცელა. სააკაშვილი შეშფოთებულია ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების მეთოდებით და გიორგი კალანდაძის 2008 წლის აგვისტოს ომის გმირს უწოდებს. ბოლო მოვლენები ჩემთვის არის შეშფოთების წყარო. იმიტომ რომ დღეს როგორც არასდროს ჩვენ გვჭირდება კანონის უზენაესობა. ჩვენ გვესმოდა წინასაარჩევნო კამპანიის დროს დადანაშაულება საქართველოს იმაში, რომ საქართველოს გააჩაღა ომი და საქართველოს იყო დამნაშავე 2008 წლის რუსეთის აგრესიაში. ჩვენ მოვისმინეთ ეს არჩევნების შემდეგაც სამწუხაროდ და ეს მე ვფიქრობ ამას არ მიიღებს არც ქართველი ხალხი და არც საერთაშორისო თანამეგობრობა, რომელმაც სიმართლე მშვენივრად იცის. და დღეს დილით ჩვენ მივიღეთ ის, რომ ამ ომის ერთ-ერთი გმირი და მე არ მინდა შევეხო ბრალდებას, რომლითაც ის არის დაკავებული სხვა პირებთან ერთად, არის დაკავებული ისეთ ვითარებაში, რომელიც არ შეესაბამება არც ოფიცრის ღირსებას და არც შეიარაღებული ძალების პატივისცემას და შეიარაღებული ძალების როლს ჩვენ საზოგადოებაში. კანონის წინაშე ყველა არის თანასწორი, მაგრამ არსებობს ჩარჩოები, რომლითაც ეს კანონი უნდა იქნას, რომლის ფარგლებში ეს კანონი იქნას დაცული. შეშფოთებულია უმცირესობაც, პარლამენტის ხმაურიანი სხდომა და უმცირესობის ბოიკოტი. ადამიანის უფლებათა დარღვევის არაერთ ფაქტში დადანაშაულებული ყოფილი ხელისუფლება პოლიტიკური ნიშნით დევნაზე ალაპარაკდა. წოხანდელი დაპატიმრებების შემდეგ უმცირესობამ დღეს ბოიკოტიც კი გამოაცხადა. რატომ ნერვიულობს ნაციონალური მოძრაობა, ახალი ხელისუფლების ეჭვები? ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთი წევრი წინასწარ ირგებს პოლიტიკური პატიმრის სტატუსს. ზოგიერთ თქვენგანს ვერ უშველის იმუნიტეტი. უმრავლესობამ ამ ტონში საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც უმცირესობამ სხდომაზე პოლიტიკურ რეპრესიებზე გააკეთა განცხადებები. განცხადებებისთვის რეგლამენტით გათვალისწინებული სასასიო სხდომის პირველი ნაწილი გამოსვლების დაწყებისთანავე ცხარე დებატებში გადაიზარდა. იყვნენ გმირები, რომელიც თავის სიცოცხლის ფასად იცავდნენ ქვეყანას და როდესაც ასეთ ადამიანს ღამე ჩუმად აპატიმრებენ ბრალის საყენების გარეშე, ბუნებრივია მემიჩნდება კითხვები, რატომ ხდება ეს ასეთი ფორმით. ჩვენ უნდა გქონდეს ერთი საერთო ინტერესი, რომ ქვეყანაში პროცესი არ წავიდეს სამოქალაქო დაპირისპირებისკენ. გახსოვთ ის დღეები, ის წლები, ის კადრები, როცა სახში ღამე მეუღლეების თვალწინ, ბავშვების თვალწინ, კამერების წინ ქალებს ღამის პერანში ჩაცმულებს აჩვენებდით კადრებში, როგორ უჭერდნენ ქმრებს და როგორ მოათმევდნენ სახლებიდან და მე აღმოჩნდებოდა, რომ ზოგი თურმე udanašaulo იყო, ზოგი კი ცოტახანში ისევ თანამდებობაზე იყო. ხო არ დაგავიწყდათ თქვენ ეს წლები და ხო არ დაგავიწყდათ ეს კადრები. რომელი იყავით მაშინ ერთი გამოსულები და რომელი ამობდით ხმამაღლა რომელიმე სიტყვას. სად იყო მაშინ udanašaulობის პრეზუმპცია? შეფასებები პარლამენტის ხდომათა დარბაზის გარეთაც გაგრძელდა. უმცირესობის ლიდერისგან განსხვავებით უფრო რადიკალურები იყვნენ ნაციონალური მოძრაობის სხვა წევრები. ელემენტარული მტკიცებულებები კი არა და მოტივიც არ აქვთ შეთხზული თუ რა მოტივით აპატიმრებენ, იმიტომ რომ ალასანიამ ვერ მოიგო ზუგდიდში არჩევნები და ვერ დანიშნა შესაბამისი და მისთვის სასურველი კანდიდატურა გაერთიანებული შტაბის უფროსად. მას დღეს ჰქონდა დაგეგმილი, რომ სატელევიზიო ეთერით გაეცა ყველა კითხვაზე პასუხი. როგორც ჩანს, ესეც არ აწყობდა დღევანდელ სამართალდამცავ ორგანოებს და გუშინ სასწრაფოდ შეთითქმეს კონკრეტული საქმე, რომლის გამოც ეს იყო დაკავებული. რასაც პოლიტიკურ ანგარიშწორებას უწოდებენ უმცირესობის წევრები, სამართლიანობის აღდგენად აფასებენ მმართველ გუნდში. პოლიტიკური ნიშნით დაკავებებს არის თუ არა ეს კალკულაცია? მათი ფუნქცია იწვევენ, ჩვენი ფუნქცია სამართლიანობა აღვადგინოთ. მე მგონი ყველაფერი ძალიან მარტივია. ფაქტების სახეზია, გამოძიება დაწყებულია და თავარი ახლა გამოძიება იყოს ბოლომდე მიყვანილი და სასამართლომ გამოიტანოს ის ადეკვატური განაჩენი, რომელიც ჭირდება ამ სახელმწიფოს. დღესვე პარლამენტის თავმჯდომარემ საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე სამართალდამცავ სტრუქტურებს პროცესის სრული გამჭვირვალობისკენ მოუწოდა. ყველამ გაითვალისწინოს ის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და პარლამენტის წევრთა დაინტერესებაც ამ კონკრეტული საქმეებისადმი და რაც შეიძლება სწრაფად, ცხადია სისხლის სამართლის გამოძიების ინტერესებისთვის ზიანის მიუყენებლად
საზოგადოებას ამცნოს, პარლამენტის წევრებმაც მოვისმინოთ, ოპერატიულად მოგვაწოდონ ინფორმაცია საზოგადოებას, მათ შორის პარლამენტის წევრებს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო. საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებმა ჯერ კიდევ გუშინ გვიან ღამით შეაფასეს თავდაცვის მაღალჩინოსნების დაკავება. დაკავებიდან რამდენიმე წუთში ამ პროცესს უმცირესობამ პოლიტიკური ანგარიშს სწორება, უმრავლესობამ კი სამართლიანობის აღდგენის დასაწყისი უწოდა. პირდაპირ ეთერში ვთავთ ქუთაის პარლამენტში მიმდინარე დღევანდელი ხმაურიანის სხდომისა და უმცირესობის ბოიკოტის შესახებ ქუთაისიდან თამთა ჯანაძე ისაუბრებს. თამთა, რამდენ ხანს იქნებია ნაციონალები ბოიკოტის რეჟიმში? ნათია, ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს, რადგან საპარლამენტო უმცირესობაშიც კი არ იციან, რამდენ დღეში დაუბრუნდებიან ჩვეულ საპარლამენტო პროცესს. რაც შეეხება ძირითად მიზეზებს, რის გამოც საპარლამენტო საქმიანობას საპარლამენტო უმცირესობამ შეწყვიტა, ისინი ორ მიზეზზე საუბრობენ. პირველი ეს არის თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩუ ახალაიას, ასევე გენშტაბის უფროსისა და მეოთხე ქვეითი ბრიგადის ხელმძღვანელის დაპატიმრება. მეორე კი არის საზოგადოებრივ მაუწყებელში აუდიტის სამსახურის შესვლა, რაც მათი მხრიდან შეფასდა როგორც მედიაზე განხორციელებული ზეწოლა. გარდა ამისა, საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი წარმომადგენლის გოკა გაბაშვილის ინფორმაციით, საზოგადოებრივ მაუწყებელში შედგა შეხვედრა საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ირაკლი ტრიპოლსკისა და ბორდის თავმჯდომარე ლევან გახელაძეს შორის, სადაც გაბაშვილის ინფორმაციით საუბარი იყო საზოგადოებრივი მაუწყებელისა და მეცხრე არხის შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით. ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ეთერში მოვისმინოთ ეს კომენტარი. საპარლამენტო უმცირესობის ერთსულოვანი გადაწყვეტილება იყო, რომ ჩვენ უახლოესი დღეების განმავლობაში ვერ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვეულებრივ რეჟიმში, ვერ ვიქნებით ისე თითქოს ქვეყანაში ყველაფერი მიდის ნორმალურად და დემოკრატიულად და მთელი ჩვენი ინტერესის მიუხედავად მომავალი წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით ხვალ რუტინულ რეჟიმში ვერ ვესაუბრებით ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ბიუჯეტში განსახორციელებელი პროგრამების შესახებ, მაშინ, როდესაც ბევრად მეტი რამ არის დაყენებული რისკის ქვეშ. იყო შემოთვლა საზოგადოებრივი აზრის არხის საბჭოსთან, რომ ახალი ხელისუფლება ფიქრობს, რომ საზოგადოებრივი ტელევიზია გააუქმოს ან მიუერთოს მეცხრე არხს, პრემიერ-მინისტრის მეუღლის ტელევიზიას. მას შემდეგ, რაც მათ მიიღეს ამაზე უარი, მათ გადაწყვიტეს ელემენტარულად შევიდნენ ფინანსური პოლიციით საზოგადოებრივ ტელევიზიაში და გააუქმონ საზოგადოებრივი ტელევიზია ამ ფორმით ფინანსური შემოწმების საბაბით. მეცხრე არხისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ტრიპოლსკი კატეგორიულად უარყოფს. ის აცხადებს, რომ ლევან გახელაძეს ნამდვილად შეხვდა, თუმცა პირდაპირ ეთერში თქვენ შეგიძლიათ მოისმინოთ მისი კომენტარი და კომენტარიდან თქვენ შეიტყობთ, რა მიზეზით შეხვდა ის ლევან გახელაძეს. მე დამირეკა ლევან გახელაძემ და მთხოვა შეხვედრა, შევხვდი მე ლევან გახელაძეს და მამუკა ფაჩუაშვილს. მამუკა ფაჩუაშვილიც გახლავთ სამეურვეო საბჭოს ერთ-ერთი წევრი, ისიც ჩემ დროს იყო. იქ ლაპარაკი ეხებოდა, საუბარი შეეხო ევროპის დამოუკიდებელ მაუწყებელთა გაერთიანების თავმჯდომარე ვენიდან აპირებდა ჩამოსვლას ლევან გახელაძემ მთხოვა, რომ ძველი მეგობრობიდან გამომდინარე, ეგ მოეხერხებინა ან პარლამენტის თავმჯდომარესთან მისი შეხვედრა, ან პრემიერ-მინისტრთან. ამ ადამიანებს საიდან მოაქვს ეს ტყუილები, რას არ იგონებენ, რა ხრიკებს არ იგონებენ. მე ხა დაურეკე ეს ამბავი რომ გავიგე, ბატონ ლევან გახელაძეს დაურეკე და მთხოვე რომ გაეკეთებინა განცხადება და ალბათ მე მჯერა მისი კაცობის და ადამიანების რომ გააკეთებს ის იმ განცხადებას, რაც იყო საუბარი. სხვა არაფერი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ. შეწყვიტონ ეს უტიფარი ტყუილები. უმცირესობის გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობაში პოლიტიკურ სპეკულაციად დაფასებენ და თვლიან, რომ კომიკურია 7 ნოემბერს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები მედიის თავისუფლებაზე საუბრობდნენ. ჯობია სოლიდარობა გამოუცხადონ იმ ადამიანებს, ვინც 7 ნოემბერს 5 წლის წინ იყო დარბეული, ნაცემი, შეურაცხყოფილი, სოლიდარობა გამოუცხადონ ტელეკომპანია იმედს, როდესაც იქ მოხდა შეჭრა, ეთყობა ძალიან წირი მახსოვრობა აქ უმცირესობის წარმომადგენლებს, მაგრამ საზოგადოებამ იცის ყველაფერი ძალიან კარგად. ეს ბოიკოტი არის, ასე ვთქვათ, გამოწვეული ალბათ იმით, რომ ჩვენ დღეს არ დაუჭირეთ მხარი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურას, იმ ოდიოზური ფიგურის პირდაპირ გეტყვით, რომელიც პირდაპირ დირექტივებს აძლევდა, ვიტყვი ალბათ სასამართლოს. ის ეპოქა, როდესაც ტელევიზიებზე მიდიოდა ზეწოლა, ტერორი, დარბევა მათ შორის, ძალადობრივი დარბევა მათ შორის, ის დასრულდა. ვერავინ ვეღარ შეეხება თავისუფლების ხარისხს მასმედიის სექტორისას. აუდიტი ერთი საკითხია, აუდიტი არის საგამოძიებო შესაბამისი ორგანოების თემა.
მაგრამ იმასაც ქვია ტელევიზიების თავისუფლების ხარისხი გარანტირებული იქნება და ამას თქვენ თვითონ ძალიან მალე იგრძნოთ. დეპუტატების საკომიტეტო მოსმენებს ხვალიდან საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების გარეშე გააგრძელებენ, ამ დრომდე უცნობი რჩება, როდის შეუერთდება საპარლამენტო პროცესს უმცირესობა. მადლობა, ეს იყო თამთა ჯანაძე და პირდაპირ ჩართვა ქუთაისიდან რეკლამის შემდეგ ჩვენ ნაციონალური მოძრაობის ბოიკოტის კიდევ ერთ მიზეზზე ვისაუბრებთ. ახალ დაურეკე პრეზიდენტ ბარაკ ობამას და გამარჯვება მიულოცა. პრეზიდენტის მხარდამჭერები და კამპანიის წევრები იმსახურებენ მიულოცას. რომნი დამარცხებას აღიარებს, ობამა კი თეთრ სახლში რჩება. ამერიკელების რჩეული მოქმედი პრეზიდენტი გახდა. თქვენი ისტორიებით და თქვენი ბრძოლით თეთრ სახლში უფრო მოწადინებული, უფრო შთაგონებული მივდივარ. თქვენ აგვირჩიეთ არა ჩვენი, არამედ თქვენი სამსახურისთვის. ნინა ხატისკაცი სახალხო დამცველად საპარლამენტო უმრავლესობამ ომბუდსმენის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა. ჩემი მეუღლე არ იყო ქართული ოცნების შტაბის ხელმძღვანელი, ის იყო ოცნების აქტივისტი. ძალიან სამწუხარო არის, რომ ნინას მეუღლეც, მის მეუღლის ძმაც იყვნენ პოლიტიკური და ნამდვილად იყვნენ ისინი პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირები, მაგრამ არის საფრთხე, რომ ამ ყველაფერმა მის მიუკერძებლობაზე მოხდინოს გავლენა. თქვენ უყურებთ მე-9 საათზე, ჩვენი მოსმენა ასევე შეგიძლია რადიო უცნობზე FM 98. ბარაკ ობამა თეთრ სახლში დარჩა. მომრჩეველთა კოლეგიის 303-ის ხმა საჭირო 270-ის ნასვლას. ჯერ ფლორიდას მონაცემები შესული არ არის. ასეთ გამარჯვებას დემოკრატები ყველაზე ოპტიმისტური გათვლებითაც კი არ ელოდნენ. მით რომნიმ დამარცხება ეგზიტ პოლების გამოქვეყნებისთანავე აღიარა. CNN, Fox, ABC, NBC საქართველოს დროით დილის 8 საათზე ამ ტელეკომპანიებმა ბარაკ ობამა ერთმანეთის მიყოლებით გამარჯვებულად გამოაცხადეს. იმავე ეგზიტ პოლებით გაირკვა, რომ ობამას ამ მომრჩევლის 55% ქალია. მას ხმამისცა 5 წლამდე მოქალაქეების უმეტესობამ და მათმა დიდმა ნაწილმა, ვინც ქალაქებში ცხოვრობს, შესაბამისად წაგებული რომნის მხარეზე იყო მამაკაცების დიდი ნაწილი, ხანში შესული ადამიანები და პერიფერია. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ბარაკ ობამამ ამერიკელებს ჩიკაგოდან მიმართა. პრეზიდენტი ამ მომრჩეველს დაპირდა, რომ დემოკრატები და რესპუბლიკელები ეკონომიკური პრობლემების დასაძლევად ერთად გააგრძელებენ მუშაობას. მივიღეთ თუ არა თქვენი ხმა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მე თქვენი მესმოდა. მე თქვენგან სწავლობდი და თქვენ უკეთეს პრეზიდენტად მაქციეთ. თქვენი ისტორიებით და თქვენი ბრძოლით თეთრ სახლში უფრო მოწადინებული, უფრო შთაგონებული მივდივარ. თქვენ აგვირჩიეთ არა ჩვენი, არამედ თქვენი სამსახურისთვის. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ რეფორმები საგადასახადო სფეროში, მიგრაციის საკითხში. ჩვენ აღარ უნდა ვიყოთ უცხოურ ნავთობზე დამოკიდებულები. ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ გაიმარჯვა ფლორიდაში. სამხრეთის შტატ საარჩევნო კოლეგიაში 27 დელეგატი ხავს. ფლორიდაში კონკურენტებმა ხმების თითქმის თანაბარი რაოდენობა მიიღეს. ტელეკომპანია CNN-ის გამოკითხვის მიხედვით, ობამა რომნის სულ რაღაც 30,000 ხმით წინ უსწრებს. საბოლოო შედეგის გამოცხადებამდე ბარაკ ობამას გამარჯვება უკვე მიულოცა მითხრობდი. ახალ დაურეკე პრეზიდენტ ბარაკ ობამას და გამარჯვება მიულოცა. დღევანდელი ეპოქა დიდი გამოწვევა ამერიკის და მე ულოცულობ, რომ პრეზიდენტმა წარმატებას მიაღწიოს. ბარაკ ობამას წარმატება უსურვეს მსოფლიო ლიდერებმა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ობამას წერილი სოციალურ ქსელ ტვიტერში გაუგზავნა. მოგვიანებით განცხადება დევიდ კამერონმა იორდანიაში, სირიიდან დევნილთა ბანაკში გააკეთა. მინდა მივულოცო ბარაკ ობამას ხელახალი არჩევა. ამ წლებში მასთან დიდი სიამოვნებით ვთანამშრომლობთ და მსურს ერთად გავაგრძელოთ საქმეები. ჩვენ ბევრი პრობლემა უნდა გადავჭრათ, მათ შორის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი. ბარაკ ობამას ხელახლა გაპრეზიდენტებას ულოცავენ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩები ავღანეთსა და ერაყში. ამერიკელებმა ავღანეთისთვის დიდი მსხვერპლი გაიღეს. პრეზიდენტმა ობამამ დიდი საქმე გააკეთა ამერიკასა და ავღანელ ხალხს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოსაყალიბებლად. გამარჯვებულ პრეზიდენტს წინ მძიმე სამუშაო აქვს. შეერთებულ შტატებს $1 ტრილიონი დეფიციტი და 16 ტრილიონის შიდა დავალიანება აქვს. ბარაკ ობამას მთავარ გამოწვევად ეკონომიკური კრიზისი და უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი რჩება. ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებას პირდაპირ ეთერში თვალს ქორთიარდ მერიოტშიც ადევნებდნენ, სადაც საელჩომ საარჩევნო წვეულება გამართა. მიღებაზე ამერიკის საელჩოს წარმომადგენლების გარდა ქართული საზოგადოებრივი და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებიც იყვნენ მიწვეული. შეკრებილებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა მიმართა.
საქართველოს სწრაფვას გახდეს ნატოს წევრი, სურვილს ჰქონდეს მეტი ეკონომიკური ზრდა, მეტი სამუშაო ადგილი და ქვეყანამ იცხოვროს კეთილდღეობით, ამერიკა მომავალშიც მხარს დაუჭერს. ამერიკის შეერთებული შტატების განწყობა ამასთან დაკავშირებით არ შეიცვლება. ამერიკაში არსებობს მტკიცე და მყარი რწმენა, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა თავად აირჩიოს საკუთარი მომავალი, განსაზღვროს ის მოდელი, რომელიც მისთვის მისაღებია. რაც შეეხება დემოკრატიულ მმართველობას, ეკონომიკურ მოდელსა და უსაფრთხოების სისტემის მოწყობას, საქართველოშიც ახლახან ჩატარდა არჩევნები და მოხარული ვარ, რომ ამერიკელებს დღეს ქართულ მეგობრებთან ერთად შეგვიძლია გავიზიაროთ საპრეზიდენტო არჩევნების ამაღელვებელი მომენტი. ვილოცოთ ბატონ ობამას გამარჯობა. მე ვფიქრობ, რომ ურთიერთობები საქართველოსა და ამერიკას შორის გაღრმავდება. წელს დემოკრატების წელიწადია, ჩვენი სახელშიც, როგორც იცით, ძირითადად იყო დემოკრატიული საქართველო და ფერებსაც შეხედეთ. ლურჯი ფერების წელიწადია და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მოახერხებთ და გავაღრმავებთ ურთიერთობას ჩვენს ყველაზე დიდ მეგობართან ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მე მინდა მიულოცო ამერიკის შეერთებულ შტატებს პრეზიდენტად ობამას არჩევა ხელახალ ასე ვთქვათ ვადით. ეს საქართველოს ამერიკის სტრატეგიულ ურთიერთობებში პოლიტიკაში რა თქმა უნდა ვერაფერს ვერ შეცვლიდა, სხვა შედეგით რო დამთავრებული იყო ეს არჩევნები, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს სტრატეგიული ურთიერთობის ქარტია, ჩვენი ურთიერთობა არის ინსტიტუციონალიზებული, აქედან გამომდინარე ბუნებრივია საქართველოსთან დამოკიდებულება არ შეიცვლებოდა სხვა პრეზიდენტი რო აერჩიათ, თუმცა ბუნებრივია ჩვენი ურთიერთობების სტაბილურობისთვის, ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის, ის რო ადმინისტრაცია, რომელიც გვიცნობს, რომელმაც იცის კარგად საქართველოს რჩება, ბუნებრივია პოზიტიურად აისახება ჩვენი ურთიერთობების არასამთავრობო ორგანიზაციების მოლოდინის მიუხედავად საპარლამენტო უმრავლესობამ სახალხო დამცველის თანამდებობაზე დასამტკიცებლად არა მესამე სექტორის მიერ დასახელებული პირები, არამედ უალტერნატივო კანდიდატურა წარადგინა. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს პროგრამების ყოფილი მენეჯერი უკვე დათანხმდა ქართული ოცნების შეთავაზებას. ნინა ხატისკაცის დასახელება მოულოდნელი აღმოჩნდა იმ 4 კანდიდატისთვის, რომელთა გასაცნობა და პრიორიტეტების გასაგებად არაერთი შეხვედრა და დისკუსია გაიმართა. თითქმის 2 თვეა ომბუდსმენის ოთახიც არიელია, თუმცა გიორგი ტუღურს უფლებამოსილება ოფიციალურად მხოლოდ დღეს შეუწყდა. დღესვე გაირკვა, რომ სამოქალაქო უმრავლესობა ამ სავარძლის დასაკავებლად სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფის 4 კანდიდატს არ წარადგენს. ქართულმა ოცნებამ არჩევანის საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ყოფილ თანამშრომელ ნინა ხატისკაცზე შეაჩერა. გუშინ მე უკვე მივიღე საბოლოო პასუხი, რომ ჩემი კანდიდატურის განხილვით და დაყენებით მე თამარ გურჩინის კონკურენციას არ ვუწევდი, იმიტომ რომ მისი კანდიდატურა არ წარმოადგენდა პოლიტიკური თანხმობის საგანს უმრავლესობაში. მესამე სექტორი უმრავლესობას არა კანდიდატს, არამედ მისი შერჩევის პროცესს უწუნებს. ქართულმა ოცნებამ უალტერნატივო კანდიდატურის წარდგენით არასამთავრობოების შეთავაზებები უგულებელყო. საიაში კითხვები აქვთ თავად კანდიდატთანაც. ძალიან სამწუხარო არის, რომ ნინას მეუღლეც, მისი მეუღლის ძმაც იყვნენ პოლიტიკურ და ნამდვილად იყვნენ ისინი პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირები, მაგრამ არის საფრთხე, რომ ამ ყველაფერმა მის მიუკერძოებლობაზე მოახდინოს გავლენა და ეს იქნებოდა ძალიან ცუდი. ჩემი მეუღლე არ იყო ქართული ოცნების შტაბის ხელმძღვანელი, ის იყო ოცნების აქტივისტი, ის არ არის ფიგურა, რომელმაც შეიძლება ვთქვათ ჩემს საქმიანობაზე მოახდინოს გავლენა. ხატისკაცის შესაძლო პოლიტიკური მიკერძოების საკითხს დღეს პარლამენტშიც განიხილავდნენ. ჩემთვის ცნობილია, რომ მან თავისი სამსახური არასამთავრობო სექტორში დატოვა, იმიტომ რომ ჰქონდა გამოკვეთილი პოლიტიკური შეხედულებები და პოლიტიკური იდეოლოგიის მიმდევარი იყო, რაც შეუთავსებელია როგორც არასამთავრობო სექტორში მუშაობასთან, ისე სახალხო დამცველის თანამდებობასთან. ნინა ხატისკაცი არ არის ის შემთხვევა, რომ დამოკიდებული იყოს ქალი თავის მეუღლეზე. მე მგონი მაგ ორი ადამიანიდან საზოგადოება ხატისკაც გაცილებით უკეთ იცნობს და მეტი ავტორიტეტი აქვს, ვიდრე თუნდაც ქართული ოცნების ხარდაჭერს მის მეუღლეს, რომელსაც მე პატივს ვცემ, მაგრამ არ ვიცნობ და ნინა ხატისკაც ვიცნობ კარგად. ნინა ხატისკაც კანონმდებლები ხვალ შეხვდებიან. საკუთარი კანდიდატურისა და ბიუჯეტის არსებული პროექტის დამტკიცების შემთხვევაში ახალ ომბუდსმენს შემცირებული ბიუჯეტით მოუწევს მუშაობა. სახალხო დამცველის აპარატის მომავალი წლის ბიუჯეტი იქნება ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელსაც სავარაუდო სახალხო დამცველი განიხილავს საპარლამენტო უმრავლესობასთან. ცნობისთვის ის შემცირებულია მთელი 157,000-ით, როცა ბოლო წლების განმავლობაში ეს ტენდენცია იყო აშკარად ზრდის. სოციალურ ქსელში გამოიხატა პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ მაშინ როცა მთელი რიგი ინსტიტუტებისა, მათ შორის საპატრიარქოს დაფინანსება ბიუჯეტიდან იზრდება 22-დან 25 მილიონამდე, რატომ მცირდება სახალხო დამცველის აპარატისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო სახსრები. რაც
ეხება იმ კანდიდატებს, რომლებიც დასახელებულები იყვნენ სამოქალაქო სექტორის სხვადასხვა ჯგუფების მიერ. ისინი ამბობენ, რომ ნინა ხატისკაცისგან თანხმობა და შეთავაზება თავისუფლ ქართული ოცნების მხრიდან მათთვის მოულოდნელი იყო. მათ უჭირთ იმის თქმა, რამდენად ობიექტური და მიუკერძოებელი იქნება ქართული ოცნებისა და მოქმედი ხელისუფლების მიმართ ნინა ხატისკაცი. იქვე ეჭვს გამორთვა იმასთან დაკავშირებით, რომ რადგანაც დღეს შეუწყდა ოფიციალურად უფლებამოსილება გიორგი ტუღუს სახალხო დამცველის თანამდებობაზე, შესაძლოა ვადამ ერთი თვით გადაეწიოს და ნინა ხატისკაცი არ იყოს ერთადერთი კანდიდატი, რომელსაც პარლამენტში წარადგენენ მომავალი ომბუდსმენის თანამდებობაზე. მქონდა არაფორმალური შეთანხმება იმავე უმრავლესობის წარმომადგენლებთან კარგა ხნის წინ და ჩვენ მათ ვთხოვეთ, რომ მაშინ 4 კანდიდატი იყო და 4-ვე ყოფილიყო დასახელებული და საკომიტეტო მოსმენები ყოფილიყო, რაც შეიძლება გამჭვირვალე და ღია. ერთი განსხვავება იყო მხოლოდ რომ საზოგადოებრივი განშის საგანი კი გახდა ეს საგანი, მაგრამ როგორც წინა ხელისუფლებამ არ კითხა საზოგადოებას ვისი სურვებდა ის სახალხო დამცველად, ისევე არ გაითვალისწინა ახალმა ხელისუფლებამაც ეს. პოლიტიკური წრეებიდან დასახელება სახალხო დამცველის კანდიდატურისა გარკვეულ უნდობლობას იწვევს საზოგადოებაში, ვინაიდან ეს ადამიანი უნდა იყოს მუდმივი ოპონირების რეჟიმში, როგორც საზოგადოებრივი ინსტრუმენტი სამივე სახელმწიფო შტოს მიმართ. ჩვენ არავითარი პირობა წინასწარ არავისგან მოცემული არ ქონია და რაღაცა ოფიციალური საუბრებიც არ ყოფილა, უბრალოდ იყო მე ადრეც ვამბობდი, რომ ჩვენ არა ვართ არც ერთი კანდიდატი, ჩვენ ვართ კანდიდატობის კანდიდატები, რომლებიც წამოაყენა რაღაცა ჯგუფებმა. ტუღუსის უფლებამოსილება მხოლოდ ახლა მოიხსნა, შესაბამისად ერთი თვის ვადა იწყება უკვე ამიერიდან იმისათვის, რომ ახალი თანამდებობაზე ფაქტურად დამტკიცდეს ახალი სახალხო დამცველი, ამისთვის ერთი თვე ჯერჯერობით კვლავ არსებობს. მაშასე თითქმის ორთვიანი პაუზის შემდეგ საქართველოს შესაძლოა სულ მალე ახალი სახალხო დამცველი ყავდეს. თუ რა საკითხებს განიხილავენ ხვალ და რა კითხვებს დაუსვამ საპარლამენტო უმცირესობას სავარაუდო ომბუდსმენის კანდიდატს, ხვალინდელს ხტომაზე ვნახავთ. მადლობა, მახაშკადუა საუბრობდა სახალხო დამცველის დღემდე ვაკანტური თანამდებობის შესახებ. კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელთან ირაკლი ჩიქოვანთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. საუბარია შალვა რამიშვილის დილაში კომუნიკაციების კომისიის რეგულირების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის გიორგი რატიშვილის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერზე. კოალიციაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ იმ შემთხვევაში თუ ჩანაწერში ნამდვილად ირაკლი ჩიქოვანი ფიგურირებს, მისი ქმედება შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ნიშნებს. გამომდინარე აქედან, აღნიშნული ფაქტი დროულად უნდა შეისწავლოს როგორც პარლამენტმა, ისე შესაბამისმა საგამოძიებო ორგანოებმა. შემოსავლების სამსახური დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელში შევიდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ეჭვობს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ მაუწყებლის ფინანსური რევიზია გეგმიური არ არის და ის სპეციალურად საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის დაიგეგმა. ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური კი ჭანტურიას რამდენიმე მილიონიან საგადასახადო დავალიანებას ახსენებს და აცხადებს, რომ მაუწყებლის შემოწმება მაღალი რისკ ფაქტორის ჯგუფში მოხვედრამ განაპირობა. მაუწყებელში შემოსავლების სამსახური 6 დეკემბრამდე დარჩება. ფინანსთა მინისტრი პირობას იძლევა, რომ მაუწყებელს მუშაობაში ხელი არ შეეშლება. 90-იანი წლებიდან დღემდე საგადასახადო ორგანოს შემოწმებაზე ამ ტელევიზიაში არ შემოსვლეს ისე ფაქტის სახით და აქვე მინდა ვთქვა, რომ ყველანაირი შემოწმება ეს იყო სახელმწიფო აუდიტი ამოწმებდა პერიოდულად გეგმიურად ამ ორგანიზაციას, როდესაც წარმომადგენლები, ოფიცრები მობრძანდნენ, მათი მხრიდან იყო ესეთი ინფორმაცია, რომ ეს არის გეგმიური შემოწმება. ცოტა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ 90-იან წლებიდან დღემდე მსგავსი შემოწმება არ ყოფილა და გეგმიური, ცოტა კითხვებს ბადებს. მე მოვითხოვე მათგან გეგმა, რომელი გეგმითაც მოწდება ჩვენი ორგანიზაცია და მსგავსი გეგმა არ არსებობს. 2010 წლის ოქტომბრიდან დღემდე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დააგროვა 3.8 მილიონი ლარის საგადასახადო დავალიანება, რაც არის კანონდარღვევა და რაც გვაძლევს სრულ საფუძველს, რომ განვახორციელოთ ჩვენი ექსკლუზიური უფლება და შევამოწმოთ, რამ გამოიწვია გადასახადის გადამხდელის მიერ ასეთი ოდენობის გადასახადის დამალვა. ჩვენს თანამშრომლებს, ოფიცრებს, რომლებიც მუშაობენ საზოგადოებრივ მაუწყებელში, მიცემული აქვს დავალება, რომ ხელი არ შეუშალონ მაუწყებლის ნორმალურ ფუნქციონირებას.
თქვენ უყურებთ მე-9 არც 9 საათზე ნათი ალაზაშვილთან ერთად 5 წლის წინ 7 ნოემბერს დაახლოებით ამ დროს სპეცდანიშვილების რაზმი ტელეკომპანია იმედში იმყოფებოდა. მანამდე კი ხელისუფლებამ პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით გამართული დემონსტრაცია რეზინის ტყვიების ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის საშუალებით ორჯერ დაშალა. რუსთაველის გამზირზე და რიყეზე 7 ნოემბრის დილა კი პარლამენტთან მოშიმშილეთა კარვების დარბევით დაიწყო, რასაც საზოგადოების პროტესტი და გამზირის გადაკეტვა მოჰყვა. დღის ბოლოს საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. სადამსჯელო ოპერაცია იმედის წინააღმდეგ 7 ნოემბრის შედეგები ამ თემაზე მსჯელობის უფლება იმედს მხოლოდ ახალ რეალობაში ეძლევა. ჟურნალისტები, მედია ექსპერტები, პოლიტიკოსები, პოლიტიკური მიმომხილველები რამდენიმე წუთში იმედის ღია ეთერში მათ კითხავენ რა მოხდა 7 ნოემბერს. გადაცემას იმედის ყოფილი თანამშრომლები წაიყვანენ. უპრეცედენტო მასშტაბის თოქ-შოუში 200-ზე მეტი ადამიანი იღებს მონაწილეობას. იმედის ღია ეთერის ნახვის საშუალება მე-9 არხის მაყურებელსაც მიეცემა. თოქ-შოუ ღია ეთერის დაწყებამდე დარჩენილ დროს იმედის ვებგვერდზე წამზომი ითვლის. 7 ნოემბრის მოვლენების ანალიზი ტელეკომპანია იმედის ეთერში 5 წლის დაგვიანებით იწყება. გვინდოდა რომ ჩაშლილი ღია ეთერი, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბერს ვერ გავიდა ეთერში, დღეს შემდგარიყო და ყოფილიყო მართლა ღია საზოგადოებისთვის, ყოფილიყო ღია ყველა მედია საშუალებისთვის და გვემჟელა იმ თემებზე, რაც დაგვიგროვდა 5 წლის განმავლობაში. გვეფიქრა იმაზე, რა უნდა მოხდეს, რომ ეს არ განმეორდეს. მაესტროს და მე-9 არხის პირდაპირ ეთერში გავა თოქ-შოუ ღია ეთერი. რატომ დაისაჯა იმედი? თოქ-შოუს ერთ-ერთი წამყვანი დიანა ტრაპაიძე ამ შეკითხვას ღია ეთერში დასვამს. ჟურნალისტი 7 ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. მანამდე კი ამ თემაზე ექსპერტთა მოსაზრებებს მოისმენს. მე ვარ ერთ-ერთი ავტორი საქმისა, რომელსაც ქვია დიანა ტრაპაიძე საქართველოს წინააღმდეგ და მე ვეცდები ყველანაირად, როგორც ამ პროცესების ერთ-ერთმა მონაწილემ, სამართლებრივი პასუხი მივიღო კითხვაზე, რატომ დავისაჯეთ ჩვენ 7 ნოემბერს. ხელისუფლებამ ჩაატარა სადამსჯელო ოპერაცია კონკრეტულად მარტო ერთი მედია საშუალების მიმართ არა, ეს იყო უბრალოდ დასჯა მედიის იმისთვის, რომ არ გაბედოთ კიდევ, რომ ისევე თავისუფლად იმუშაოთ და იმოქმედოთ, როგორც ამას აკეთებდა წლების განმავლობაში იმედი. იმედის ყოფილმა თანამშრომლებმა ღია ეთერისთვის მზადება დილიდან დაიწყეს. ეკა ხოფერია სტუდიაში შესვლამდე საგრიმიოროში გვიყვება, რომ დღეს განსაკუთრებით ღელავს. ის დარწმუნებულია, რომ მომავლის იმედი წარმატებული იქნება. ეს ტელევიზია იქნება ისეთი, როგორც იყო ჩაფიქრებული, ობიექტური, ძლიერი, ასე ვთქვათ, სამართლიანი, რეიტინგული. დარწმუნებული რომ ძალიან ბევრი კარგი ჟურნალისტი აქ იმუშავებს. შევეცდებით 2007 წლის 7 ნოემბრიდან 5 წელი შევაჯამოთ. ჩვენ გვახსოვს 7 ნოემბერი. ამ სიტყვებით გაიხსნება იმედის განახლებული ეთერი ძველი ფერებითა და სახეებით. 5 წლიანი პაუზის შემდეგ იმედი ძველ ფერებსა და ლოგოს იბრუნებს. ტელეკომპანიის ახალი გუნდი შეეცდება არხზე სიმბოლიკასთან ერთად ღირსებაც აღადგინოს. ძველი იმედის დაბრუნება სიმბოლურად 7 ნოემბრიდან იწყება. სწორედ იმის გამო, რომ დღეს 7 ნოემბერთან დაკავშირებით იმედზე თოქ-შოუ ღია ეთერი გადის, რომლის ნახვის საშუალებაც, როგორც გითხარით, იმედის გარდა მე-9 არხის და მაესტროს მაყურებელსაც შეუძლია. დღეს ეკაბერიძის მთავარი კითხვა ეთერში არ გავა, ასე რომ ახალი ამბის დასრულების შემდეგ თქვენ გელით ღია ეთერი, რომელიც 7 ნოემბერს ეძღვნება. თქვენ უყურებდით მე-9 არც 9 საათზე, ნათი ალაზაშვილთან ერთად მე ხვალამდე გემშვიდობებით და ეთერს იმედს უთმობთ.